მოგესალმებით პატივცემულო გულშემატკივრებო, მე ვარ გიორგი სანაძე და ეს არის საკალათბურთო გადაცემა 5-5-ზე. სუპერლიგის მე-13 ტური გაიხსნა სენსაციურად რუსთავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო და ძალიან დაძაბული გახადა პლეი-ოფისათვის ბრძოლა. თბილისის მატჩები გაიხსნა ცენტრალური შეხვედრით, რომელშიც სუპერლიგის მთავარი ფავორიტი ქუთაისი შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ გუნდს მგზავრებს.
სპორტული თამაში იყო, გასავარია მოვიგეთ. ძალიან კარგად დავიწყეთ. 21 ქულას ვიგებდით. გუნდი თამაშობდა იმას, რაც თავარდნელი ავალი და დავალება იყო თავარდნელიდან. თუმცა მეორე პერიოდში მოხდა ჩავარდნა, რაღაც ატომგაც მოვეშვით და მე დაემატა ის, რომ ორი ტექნიკური თავარდნელი მოედნიდან გააძევეს. მას საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ძალიან რთული მეტოქე იყო, ძალიან კარგი გუნდი არის მგზავრები და როგორც პირველ და მეორე ადგილს შეეფერება, ისეთი თამაში ჩავატარეთ და ჩვენ მოვიგეთ და ეს არის სასიხარულო. დიდი მადლობა მთლიანად ბიჭებს ყველას აბსოლუტურად ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დაძაბული თამაში იყო, თავიდან დავიწყეთ. ძალიან ცუდად, პრაქტიკულად ყველა ბურთი გავმაზეთ. ოთხიანიდან პირიქით ძალიან ბევრი სამიანი ჩაგვიგდო. ამას თავიდან შეექმნა დიდი პრობლემები, 21 ქულით გავიდნენ წინ, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს, მოწინააღმდეგე ალბათ უნდა მოდუნა და შეძლო თამაში დაბრუნება, ბოლოს რეალურად ხონდა შანსი მოგებით, ძალიან ბევრი გასაგები ბურთი გავმაზეთ და თესტომები დაუშვით, მაგრამ არ გვაპატია ქუთაისმა და დამსახურებად გაიმარჯვა ამ თამაში. შემდეგი მატჩის აფიშად არანაკლებ გამაინტრიგებულა აჭყებს. ოლიმპი დელტა. შემადგენლობა, ძლიერი სამწუხარო შტაბი, რომელიც ესწრება დღეს რევანშის აღებას. ველოდებით დაძაბულ საინტერესო თამაშს და იმედია მაყურებელი მიიღებს სიამოვნებას. ორი უძლიერესი მაღალი ხდება ერთმანეთს, ოგდენი და პექა-პექაური და როგორ ფიქრობთ, მათი დუელის მომგები გადაწყვეტს თუ არა დღევანდელ შეხვედრას? შეიძლება, მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მაგათი დუელი.
როგორც ველოდი დაძაბული თამაში იყო ჩვენი წინა დაპირისპირებიდანაც მეტყველებს ეს პროგნოზი ამ თამაშზე, იმიტომ რომ ბოლო წამებზე მოვიგეთ, ანალოგიური თამაში იყო, ნებისმიერ წამს შეიძლება და თამაშის ბედი შეცვლილი იყო და ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი. მადლობა ჩვენ ბიჭებს ესეთი კარგი თამაშისთვის. თამაშამდე ვიძახდით, რომ გავაფრთხილებდით მოთამაშეებს, ის გუნდი მოიგებს, რომელიც უფრო მეტს იბრძოლებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ და ყველა გამარჯვება უკვე ამ ჩემპიონატში მნიშვნელოვანია. თბილისის მატჩები კაქტუსისა და თესაუ ჰიუნდაის ტესტით დასრულდა. წლევანდელი ჩემპიონატი ზოგადად ყოველ თამაშს დიდი დატვირთვა, იმიტომ რომ 2 წრეც არის და მნიშვნელოვანია თითოეული გამარჯვება, თითოეული მატჩი და უნებრივია თითოეულ მატჩს გუნდი ეკიდება სრული სერიოზულობით და იმედი მაქვს აგაწყავს კლუბის შესავლილით თესაუს გუნდი და იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ნახოთ, კაი თამაში იქნება. პირველი ტაიმის ცუდა თამაში ტრადიციული გახდა, თითქმის ყველა თამაშს ცუდად ვიწყებთ და ხშირ შემთხვევაში კარგად ვამთავრებთ, მაგრამ ტრაგიკულადაც დამთავრებულა იყო ეგეთი სიტუაციები და
სატურნიროს წრეში ამ დროს კი დავწინაურდით, მაგრამ ყოველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი თამაშის წაგებაც შეიძლება 4 ღუს გარეთ დარჩენას უდრიდეს. ამიტომ კონცენტრირებული ვარ ჩვენ, რომ თავიდან მეორე მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ რა. სუპერლიგის მე-13 ტურის მატჩები დასრულდა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა უმასპინძლა ტიტებს. სანამ ტურის საუკეთესო მოთამაშეს დავასახელებდა, მინდა აღნიშნოთ უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც ჩვენ გადაცემაში და ამ სეზონში პირველად დაფიქსირდა. სიმბოლურ ხუთეულში მთავარი მწვრთნელის მაგივად მოხდა ასისტენტი მწვრთნელი კახაბერ დარახველიძე, ქუთაისის მთავარი მწვრთნელი სკოტე ტუღუშის ასისტენტი, რომელსაც სკოტე ტუღუშის გაძევების შემდეგ მოუწია მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება და საქმე მიიყვანა ბოლომდე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა ქუთაისს, ასე რომ ვფიქრობ, რომ დარახველიძემ ეს ტიტული ნამდვილად დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ სხვა კანდიდატებიც, თუნდაც ვაშა გიორგი კამყრელიძე, ტიტების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პრინციპული გამარჯვება ბათუმში, ბათუმის წინააღმდეგ, ასევე შეიძლებოდა გეორგიოს სკეცელიდისის კანდიდატურის განხილვაც, რომელმაც დინამო გაამარცხა ბოლო ადგილოსანი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში, ასე რომ იყვნენ კანდიდატები, თუმცა ვფიქრობ, რომ დარახველიძის შემთხვევა იყო უნიკალური და მან ეს დაიმსახურა. ტურის საუკეთესო მოთამაშე კი გახდა გიორგი შარაბიძე, ტიტების ცენტრი, რომლის სკულებისა და მოხსნების გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ბათუმის დამარცხება და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გიორგი შარაბიძემ, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ტიტებში, მნიშვნელოვანი ფიგურაა. მასთან ერთად ძალიან გაძლიერდა გუნდი და თუ შარაბიძე შეიძენს სტაბილურობას, ტიტების მიზნები გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე პლეი-ოფში გასვლა. იმედი მაქვს სიამოვნეთ დროებით.